ღამის კომუნიკატორი, როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდებოდა ვატო წერეთელი, რომელიც გახლავთ თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზეზი არის ის გამოფენა, რომელიც ნიუ-იორკში გალერეა არტ-ინ ჯენერალში დაიწყო, ეს არის ხუთი ქართველი მხატვრის გამოფენა. თქვენ დაბრუნდით, იყავით ამ გამოფენის გახსნაზე და მოდი დავიწყოთ თვითონ ამ გალერეის შესახებ საუბარი, რა სივრცეა ესა, რა წონის და რა ღირებულებისა. კურატორი ბრძანდებით ამ გამოფენის, რაც თავარი. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი ავტორიტეტი აქვს ამ ორგანიზაციას, არის არტისტების მიერ დაარსებული დაახლოებით 70-იან წლებში, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან ისეთი established და დამკვიდრებულია, არ არის კომერციული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ გაყიდვების თემა საერთოდ არ არის, როგორც გალერეის, არის ინსტიტუცია, რომელიც ზუსტად ექსპერიმენტებს და ისეთ რაღაცებს უჭერს მხარს, რაც კომერციულ სექტორში ვერ კეთდება. შესაბამისად, რა ვიცი, ჩემი ყველა ევროპელი თუ სხვა მეგობრებისგან რაც გამიგია, არის ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, მისამართი ეს. როგორთვის არის ხელმისაწვდომი ეს მისამართი, არის ეს ღია და შესაძლებელია ვთქვათ ნებისმიერ არტისტმა დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, თუ უნდა იყოს რაღაც ქვეყნის მხრიდან, ასე ვთქვათ, წარდგენა მისი. იცით როგორ, ჩვენ შემთხვევაში ისინი ჩამოვიდნენ 2 წლის წინ, დირექტორი და ერთ-ერთი კურატორი, ეძებენ ინსტიტუციონალურ პარტნიორებს, ეხლა ამჯერად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. და ყავთ ერთი პარტნიორი რიგაში და თბილისში ჩვენი ცენტრი ხელოვნების და ეს პროგრამა იქნება 3 წელი, ისინი მათაც ჰქონდათ აქ გამოფენები და ვორქშოპები და ლექციები. მაგრამ პრინციპში მაინც თვითონ გადაწყვეტენ, მათი ბორდი გადაწყვეტს პოლიტიკას, ანუ ვისთან ჰქონდეთ კავშირი და მხატვრებს თვითონ მიმართონ ისეთი ნაკლებად არის ეგეთი პრაქტიკა. დიახ, როგორ მოხდა ქართველი არტისტების შერჩევა? 5 ნამუშევარი იყო წარდგენილი, 5 არტისტი იყო წარდგენილი და ვიცი რომ საკმაოდ საინტერესო იყო კონცეფცია, ხო, თვითონ ეს სიტყვა კრედიტი 200-ოვნად შეგვიძლია გავიგოთ. ჩემთვის მთავარი იყო პირველ რიგში, როცა ვარჩევდი არტისტებს, ესეთი პრინციპი მაქვს, რომ იმ არტისტებს, ასე ვთქვათ, მინდა რომ წარმოადგინო საქართველოს გარეთ, ვინც აქ ცხოვრობს და რეაგირებს აქაურ რეალობაზე. არის ძალიან საინტერესო არტისტები ქართველები ცხოვრობენ სხვაგან. მაგრამ მე ვფიქრობ, აქ უნდა ვინც აქ ცხოვრობს, იმათ უნდა ქონდეს შანსი, რომ დავუშვათ წარადგინონ თანამედროვე ხელოვნება ქართულად. რაც შეეხება თემას, მე ეს მხატვრები ავარჩიე, იმიტომ რომ მათთან მუშაობ დიდი ხანია, უკვე 15 წელიც არის და გამოცდილებაც მაგას დაახლოებით, ანუ ერთმანეთთან კარგად ყოველთვის არის რაღაც რისკი მაინც, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება გამოვიდეს, რაღაც შეიძლება არ გამოვიდეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შედგა ძალიან კარგად, ძალიან წარმატებულად. თემატურად ისინი გაერთიანებულები არიან მხოლოდ იმით, რომ მათი, ასე ვთქვათ, კრეატივი, შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა და პროცესი არის უწყვეტი და არ არის ეს მხოლოდ დაუშვათ გალერეაში როცა არიან, ან სახელოსნოში როცა არიან. ანუ მათ ცხოვრებაზეც არის და ამ სახელოვნებო პროცესების განხორციელებაზე მათ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყოველდღიურში ეს იყო ძირითადი, ასე ვთქვათ, კი. შევახსენოთ გვარები, ვინ არიან, თეა გვეტაძე, მამუკა ჯაფარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნინო ცეხნიაშვილი, გიო სუმბაძე. ეს ადამიანები. მე მაინტერესებს, აი თქვენ ახსენეთ, რომ ჩამოსულები იყვნენ ნახეს ეს მხატვრები, თქვათ, რამდენად ხშირია, თქვათ, დაინტერესება თუნდაც ამერიკული მხრიდან ამ შემთხვევაში ქართველი მხატვრებით და აი რა ნიშნით ეძებენ, რა ნიშნით გამოარჩევთ, თქვათ, რა ინტერესებთ? მხატვრებს ეს ადამიანები არ ეძებენ, ამათ იდენტიფიკაცია გააკეთეს, ასე ვთქვათ, პარტნიორი ინსტიტუციის, რომელიც ჩვენ ვართ და პრინციპში ბოლომდე მე და ჩემი პასუხისმგებლობა არის, ვინ იქნება იქ წარდგენილი, ჩვენ მქონდა პირველი გამოფენა ნინო ჩუბინიშვილის ჩუბიკასი, რომელიც ძალიან წარმატებულად ჩაიარა ასევე სექტემბერში. ამავე სივრცეში. ამავე სივრცეში ეს ახალი სივრცე არის და სხვა შორის ამ ჩვენი გამოფენით გაიხსნა ეს ახალი სივრცე. და თან უნდა აღნიშნოს აუცილებლად, რომ ამ ობსერვერის 11 ივენტს შორის მოხდა, რომელიც ღირს რეკომენდაციას აძლევს ამერიკელებს რომ ნახონ. კი, ნუ ეგეც ახლა მე მგონი ძალიან ქართული რაღაც ვიზიბილიტეტის გამოჩენისთვის საქართველოს. საკმაოდ მაღალი და მნიშვნელოვანი შეფასება არის. ზოგადად როგორ შეაფასებდით ვიზუალური ხელოვნების გარემოს საქართველოში, რამდენად ასე ვთქვათ, საინტერესო არის პროცესები, რა ხელშეწყობა შეიძლება ჭირდებოდეს ამ გარემოს, რა არის? იცით, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში არის ინსტიტუციები და ეს არ არის მარტო ჩვენი ცენტრი, შემიძლია ჩამოვთვალო კიდეც, არის ჯეოერი მაგალითად, გაცვლითი პროგრამების ორგანიზაცია, არის არტისტერიუმი, არის გარიყულას ფესტივალი, რეზიდენციები, არის ძალიან კარგი ადამიანები, რომლებიც წერლის სახლი, ლიტერატურის მუზეუმი, ევროპის სახლი
რეალურად უკვე საკმაოდ ბევრი, ესე ვთქვათ, კონტექსტები და სივრცეები არსებობს. ასევე არსებობენ ჩემი, ესე ვთქვათ, გაგებით ძალიან ბევრი საინტერესო და აქტუალური არტისტები. და ძალიან კარგი ახალგაზრდაობაც არსებობს უკვე, რომელიც ძალიან წარმატებულად, ესე ვთქვათ, ვითარდება. მე მგონი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ თვითონ როგორც შუამავლებმა კურატორებმა თუ კულტურულ ოპერატორებმა ჩვენ თვითონ უნდა მოვახერხოთ დაუშვათ იგივე სამინისტრომდე, იგივე მერიამდე, იმიტომ რომ ხელოვნება თანამედროვე არის, რომელიც ყოველ წამში პრინციპში იცვლებოდა, ხო? მაგალითად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ორგანიზაცია შეიძლება იყოს ნამუშევარი. ანუ ინსტიტუცია შეიძლება იყოს ნამუშევარი, იმიტომ რომ ის კრეატივით არის შექმნილი და იქ ხო? ვირტუალურ სივრცეებზე ვსაუბრობთ, ეს საერთოდ ახალი სივრცე არის, ხო, რომელიც კიდევ გადააზრება ხდება ამის. კი. შესაბამისად, როგორ უნდა ესმოდეს ახლა რომელიღაც ფუნქციონერს მერიაში ან სამინისტროში, რომ აი რა არის თანამედროვე ხელოვნება. ეს ჩვენი ამოცანა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამისი არტიკულირება ისე მოვახდინოთ, რომ იმ ადამიანმა ეს გაიგონ. ამიტომ იმის თქმა, რომ ვიცით, აი არავინ არაფერს არ აკეთებს და ყველაფერი ცუდად არის, არ არის სწორი. რამდენად ხერხდება მე ის თქვა. ძალიან ხერხდება ჩვენ მართვის რა არის კარგი რა არის. იცით რა არის? ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მაგალითად თბილისის ტრიენალე, რომელიც თქვენ გააშუქეთ ის წიგნი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტრიენალის ფარგლებში და გრძელდება ამ თემაზე მუშაობა. ძალიან კარგად იყო მხარდაჭერილი სამინისტროს და მერიის მიერ და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ. ვინაიდან თემატურად ის იყო მნიშვნელოვან რაღაც რეალურ ცოდნების არქონაზე ჩვენში, რომელიც არის თანამშრომლობის, თვითორგანიზების და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ გვაქვს ამის ძალიან საინტერესო წარსული. წარსულიც გვაქვს და აწმყოც გვაქვს და მომავალიც გვექნება და აი განსაკუთრებით უფრო ახალი თაობები, უფრო ასე ვთქვათ, სწორი აზროვნებენ და იძენენ იმ უნარებს, რომელიც ამისთვის საჭიროა. განათლებას მივხედოთ ახლა, ხო? კინოგადაცემაში კანონალი იყო პოსტურ განათლების თემაზეც ვისაუბრეთ, ხო? თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, ხო? აი რა დინამიკაა, რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ მე-6 წელია ვარსებობთ, აი დღეს გქონდა პირველი ლექცია ახალ ჯგუფთან, ეს არის 1 წლიანი, 9 თვიანი სამაგისტრო პროგრამა. არ გაგვაჩნია აკრედიტაცია და ეს შეგნებულად, იმიტომ რომ აკრედიტაცია არ გაძლევს ექსპერიმენტების საშუალებას. ყავს ნუ ყოველ წელს 20 სტუდენტი, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნერი არის გერმანული ორგანიზაცია DVB International, რომელიც ამას მხარს უჭერს და სოციალურად დაუცველ სტუდენტებისთვის უფასოდ არის ეს ასე ვთქვათ, სწავლება ეხლაც ხდება სტუდენტების მიღება. კი, ეხლა უკვე მოხდა და დღეს 20 სტუდენტთან ჰქონდა შეხვედრა პირველი და უმეტესობა ამათგან ან არის ეხლაც მაგალითად ზოგი საფრანგეთში, ზოგი შვეიცარიაში, ზოგი ნორვეგიაში, ზოგი პოლონეთში, მაგალითად საქართველოს კულტურის სამინისტრომ წარადგინა ქართული კულტურის დღეები გდანსკში და ერთ-ერთი ჩვენი ყოფილი სტუდენტების ახალი კოლექტივია, ეს ჯგუფი, მათ წარადგინეს თანამედროვე ხელოვნება. ანუ მეტი რა ვიცი, ეხლა სტუდენტების ასე ვთქვათ წარმატება ეგ არის. ასევე წინანდლის პრემია მიიღო რამდენიმე მათში. ასევე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ ვიყავი თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც გაიხსნა ირინა პოპიაშვილის მიერ შექმნილი სკოლა ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა. და ძალიან მომეწონა და არის ნამდვილად განათლების სფეროში ახალი ინსტიტუცია, ახალი სივრცე, პლატფორმა, სადაც სხვა აზროვნება არის, დაუშვათ განსხვავებით სამწუხაროდ ჯერ კიდევ ანაქრონისტული აკადემიისგან. მაგრამ ეს პრეცედენტები არსებობს, ალტერნატივებიც არსებობს და დამიჯერეთ, რომ ბევრ ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან შედარებით ძალიან კარგი მდგომარეობა არის და პროგრესულიც ასე ვთქვათ. რადგანაც მეზობელი ქვეყნები ახსენეთ, მომისმენი ასევე ასეთი მოსაზრებას, რომ საქართველოს აქვს იმის პოტენციალიც, რომ რეგიონალური ცენტრიც გახდეს თანამედროვე ხელოვნებაში, გულისხმობ აი მეზობელ ქვეყნებს. სწორედ თქვენ რომ იყოთ კულტურის მინისტრი ან კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი, პირველი რას გააკეთებდით, აი რა ნაბიჯებს გადადგავდით იმისთვის, რა არის აუცილებელი ამ ეტაპზე, თუნდაც სამხატვრო აკადემია ახსენეთ, ეს მნიშვნელოვანი რგოლია. ნუ იცით, სამხატვრო აკადემია დელიკატურია, ჩემთვის საუბარი, მე ვფიქრობ, რომ მთლიანი შესაძლებელი არის ეს სტრუქტურა და საერთოდ არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. მაგრამ მაგალითად აი ლაპარაკეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმზე და ასე ვიწვიწუნი, რომ არ არის ეს მუზეუმი. მე მაგალითად პირველ რიგში მუზეუმზე კი არ ვიფიქრებდი კოლექციაზე. ანუ უნდა შეიქმნას ქართული თანამედროვე ხელოვნების კოლექცია, რომელიც არ იქნება ისეთ თანხებთან დაკავშირებული, როგორც მუზეუმის მშენებლობა და ასე შემდეგ. იმიტომ ეს კოლექცია ნადგურდება 80-იან წლებიდან მოყოლებული.
როდესაც ეს კოლექცია იარსებებს, უკვე გაჩნდება ადეკვატური მოთხოვნილება ამ კოლექციის სათანადოდ განთავსების და სივრცეები ბევრია, თავისუფალი ცარიელი სივრცეები. ამიტომ მე დავიწყე მაგალითად კოლექციის შექმნით და რა კიდე რა რეგიონალური ძალიან ბევრი ჩვენ პროექტები გაკეთებული გვაქვს საქართველოშიც, ბერლინშიც, გამოფენები. მე ვფიქრობ ჯერ რაღაცნაირად აი ჩვენი ის თუნდაც ეს კოლექცია რაც იმო დარეგულირდეს აქ და მე უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ როგორ შეიძლება რაღაც უფრო გაერთიანება. შეიძლება ასევე გაკეთდეს რეგიონალური კოლექციაც. იმიტომ რომ იყო ჩვენთან პრეზიდენტები მაგის რომ საერთოდ ეროვნული მუზეუმი თავიდან იყო კავკასიის მუზეუმი, ხო? ყველაფერს აერთიანებდა. და ნუ პოლიტიკურადაც იცით რომ ეგ რესურსი გვაქვს და შეიძლება რომ ჩვენთან ეს ყველაფერი შეიკრიბოს. მე მაინც დავიწყებდი კოლექციით პირველ რიგში, ქართული თანამედროვე ხელოვნების კოლექციით. მოკლედ, აი კარგი რჩევა დავუტოვეთ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, ისიც გავარკვევთ რომ ბევრი პერსპექტივა არის. ძალიან დიდი მადლობა ვატო წერეთელი იყო ჩვენი სტუმარი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი, კურატორი და არტისტი. ხო არ გამორჩა? დიდი მადლობა.